მოკლედ, მოდი გადავიდეთ შემდეგ მონაწილეზე. ეს არის დავით კვარაცხელი, აპლოდისმენტები. გამარჯობა დავით, გამარჯობა. საცხოვრებელი ადგილი ცოტა შორია. საიდან ჩამოხვიდე? ხონიდან. არა, შორია კი. ხაშურს რო გასწრები, მე უკვე ცოტა შორია. ხონელი გასწია კი. იდეალი ქალი კაცი ასეთი ისა გვაქვს ანკეტაში. ვასო ფახაკაძე, გიწერიათ ერთ-ერთი მათგანი. ხო და გაგიცინოს ვასო ფახაკაძე? არა, შეგეთ. იდეალი კაცი ვასო ფახაკაძე, ჯიმ კერი და ჯუმბელა. ჯუმბელა რომელია? ტრავალტა? ტრავალტა. ხალი ვინ არის იდეალი, მე ინტერესებს. ხალი არ არის. ხალი არ არის. საყვარელი ცხოველი ველური კამეჩი. შინაური არ ვარ გათუა, ველური ყველას უყვარს. მაწონი აქვს, მაგარი ველური მაწონია. ასეთია. კარგით განსვალი, მინდა წარმატებები გისურვოთ, რა ვიცი. აბა შენ იცი დავით? შემოიჩი. ეს სხვა აფერები. მე დავსვარ შეკითხვას, რომელმაც ფუნქცია დაკარგა, წესები ხო არ შეგახსენა? მითქვი. აუ, რა მაგარია კიო. ესე იგი გვაქვს 5 წუთი, პირველი არის 50 ლარიანი, მეორე 100 ლარიანი, მესამე 200 ლარიანი, მეხუთე 400 ლარიანი, მეხუთე 1000 ლარიანი. შეგიძლიათ ამას შეწყვიტო მოგებული წუთის შემდეგ აიღო ფული წახვიდეთ, თუ გააგრძელებთ არ გაიღიმება, ჩაიჭრები და ვეღარ წახო ფული. ვიგრძენი რომ დანიშნულება მაქვს ამ გადაცემაში, ფუნქცია მაქვს. დავიწყოთ. განათლება უწერია დავითს მაგარი. ვარ სტუდენტი და კიდო ვიქნები. სტუდენტობის წლები ყველაზე იმედიანად არის განწყობილი წელს ამთავრებს. და ფულიც გადასახდელია გადასახადი, ხვდები ბოლო. მე ესე მქონდა ხოლმე პრობლემები. 1, 2 და 3. სიტუაცია ჯიმ კერი გურიის მაღაზიაში. გამარჯობათ, რა გნებავთ? არ გესინიო, აი. მინიატურა კოღო. რა გაიგე ხა რასკო. ცოტა გვიან ხო არ გაგეცინა? არა, რო ვერ გავიგე, ვერაფერი მითო გამეცინა, მე პაპატიეთ. ცოტა გვიან თან. რა თქვა ჯიმმა რაო? რა მოთხოვა ის რა უნდა და ბოლო-ბოლო ვერ გავიგე. ანუ ნაყინი არისო და ეგ მეც არ ვსკავი, ნაყინი განაში გავიგე ნაყინი და. ჯიმ კერი ვაღარ ისიაზე არ იქნებოდა მისული. ხო, აბარა ჯიმ კერი. გილოცა 50 ლარი შენია, აპლოდისმენტები, ეს კარგია. ვაგზელებთ. კი. ძალიან კარგი. 3, 2, 1. მინიატურა კოღო. არის ნეგაი? შემდეგი მინიატურა მაიმუნი თოვლში. არეცნიო. სიტუაცია სურამელაშვილი წვერის გაპარსვის დროს. აი. ვასო ფხაკაცი. იდეალზე გავჭედეთ. სამწუხაროდ იდეალზე გავჭედეთ. მაინტერესებდა იდეალს როგორ განვასახიერებდით. არა უშავს? არ მეგონა, ისე კარგად დაიწყა, არ მეგონა რაღა დაგიმალო. თუმცა რა ვიცი, აბა რჩევები. აშკარად ნიჭიერი ადამიანია, მაგრამ რაღაცა დაგვაკელდა. აშკარად ნიჭიერი ადამიანია, მაგრამ რაც გააკეთა იყო, ჩემი აზრით კარგი, მაგრამ რაღაც ცოტა აკლდა ჩემი. ან მე ცოტა ღელავდი. ხო, ცოტა ღელავდა ნერვულობა ნუ ეს გასაგებია, თორემ მე დარწმუნებული ვარ, რომ იმ ფურცელზე ბევრი ისეთი ხმურობა წერია, ან რაღაც რომელზედაც სავსე ერთი გვერდი. შეგვიძლია გავიცინოთ ძალიან კარგად. ნიჭიერები და ჩანს აშკარად. კი ბატონო. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ დააინგრა ქვეყანა. შევიდე მოხვიდე ამ გადაცემაში და სადობები. ახლა კი აპლოდისმენტები დამსახურებული და გავასრულებთ. მადლობა.